ტრამპს ეშინია რომ მოკვდება, მაშინ როცა 30 ლიდერი საიდუმლო შეხვედრაზე ნატოს მომავალს განიხილავს. ორივე ამბავი ერთად გავრცელდა, რადგან ისინი პრეზიდენტ ტრამპის წინაპირ წინააღმდეგ სასტიკ კრიზისს ავლენენ. ჩვენ წელიწადში $1 ტრილიონ მეტს შევაგროვებთ თავდაცვისთვის. იმ ოთახში პატივისცემა და სითბო იგრძნობოდა, ნამდვილი სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ. არ მინდა ჩემს თავზე ვთქვა, რომ არ გამომივიდეს თავმომწონედ, მაგრამ ისინი ამას გრძნობენ. მოსწონთ ჩემი მუშაობა, ასე თქვეს. ბატონო, ჩვენ გვიყვარხართ. იმ ოთახში სრული ერთიანობა იყო. მან ღიად ისაუბრა იმის შესაძლებლობაზე, რომ ირანმა მოკლას. თქვა, რომ სამიზნეების სიაშია. აღიარა, რომ აქამდე გაუმართლა და თქვა, რომ ეს იღბალი შეიძლება აღარ გაგრძელდეს. რამდენიმე საათის შემდეგ ახალი ინფორმაცია გამოჩნდა, რომ ისრაელმა შეერთებულ შტატებს გააფრთხილა ირანის შესაძლო გეგმის შესახებ მის მოსაკლავად. და რომ საპრეზიდენტო უსაფრთხოებამ გადაწყვიტა, ტრამპისთვის გამოყენებული ახალი თვითმფრინავი ძველი თვითმფრინავით შეეცვალა. ამავე დროს Wall Street Journal-მა გამოავლინა, რომ თითქმის 30 ევროპელი ლიდერი დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ჩაკეტილები იყვნენ ევროპული საბჭოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში. მობილური ტელეფონების, კამერებისა და მრჩევლების გარეშე, რათა განეხილათ, როგორ შეემცირებინათ დამოკიდებულება შეერთებულ შტატებზე. შეხვედრა იანვრის მესამე კვირაში გაიმართა, ტრამპის გრენლანდიასთან დაკავშირებული მუხარების შემდეგ, თუმცა ეს ინფორმაცია საჯარო სწორედ მაშინ გახდა, როცა ნატოს სამიტმა ახალი დაპირისპირებები გამოავლინა ესპანეთთან, დანიასთან და სხვა მოკავშირეებთან. რომელი მუხარა აიძულა ტრამპი საკუთარი სიკვდილის შესახებ ეთქვა, რატომ გადაწყვიტეს თითქმის 30-მა ლიდერმა ტელეფონების გარეშე ესაუბრათ, როგორც ცვლის ეს განხეთქილება ნატოს მომავალს. ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. ტრამპმა ირანული მუხარა ანკარის სამიტის ცემბიტის ცენტრში წამოაყენა. კამერების წინ მან განაცხადა, რომ თეირანი ცდილობდა შეერთებული შტატების ლიდერის ლიკვიდაციას და აღიარა, რომ შესაძლოა სამუდამოდ ვერ გადარჩენილიყო. ამ განცხადებას მეტი მნიშვნელობა მიენიჭა, რადგან ეს მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისრაელისგან მიიღეს გაფრთხილება შესაძლო მკვლელობის გეგმასთან დაკავშირებით. ამ ოფიციალური პირების ნაწილმა ინფორმაცია არასრული და ბოლომდე სანდო არ მიიჩნია, მაგრამ რისკი იმდენად სერიოზულად ავიქვეს, რომ პრეზიდენტის ვიზიტის ლოგისტიკა შეცვალეს. თურქეთიდან დაბრუნებისას დონალდ ტრამპმა გაჩერება გააკეთა გაერთიანებულ სამეფოში და შემდეგ გააგრძელა გზა ძველი Air Force One-ით, რომელიც აღჭურვილია უსაფრთხოების ჯგუფებისთვის უკვე ცნობილი თავდაცვითი სისტემებით. საკუთარი სიკვდილის შიში გაჩნდა შურის ძიების ბრძანებასთან ერთად. 10 ივლისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას მიუწია ბრძანება ფართომასშტაბიანი სამხედრო პასუხის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ირანის მთავრობა შეეცდებოდა მისი მოკლას. შეტყობინება აშენდა იმისთვის, რომ გაემახვილებინა ყურადღება პრეზიდენტზე თავდასხმას პირდაპირ შედეგი ექნებოდა ირანის სტრუქტურებზე. ირანის შურისძიებას პირდება მას შემდეგ, რაც გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს ოპერაციაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ 2020 წელს იქნა ავტორიზებული. საჯარო ინფორმაციებმა ჯერ ვერ დაამტკიცა, რომ ახალი გეგმა მზად იყო შესრულებისთვის. მაგრამ თვითმფრინავის შეცვლა, უსაფრთხოების გაძლიერება და ტრამპის მიერ გაცემული ბრძანებები აჩვენებს, რომ ვაშინგტონმა ეს გაფრთხილება უბრალო პროპაგანდად არ ჩათვალა. სანამ ტრამპი გადარჩენაზე საუბრობდა, ევროპოლიტიკურ გადარჩენას განიხილავდა. Wall Street Journal-ის მიერ გამჟღავნებული შეხვედრა თითქმის შუაღამეს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შტაბ-ბინაში გაიმართა. პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს დაავალეს, რომ მარტო შესულიყვნენ. არ იყო არც ჩანაწერები, არც კამერები და არც მობილური ტელეფონები. დისკუსია უკვე მეხუთე საათს გრძელდებოდა, როდესაც ლიდერებმა ღიად დაიწყეს საუბარი შეერთებული შტატებისგან შესაძლო სტრატეგიულ განცალკევებაზე. შეხვედრა ნატოს ოფიციალური სამიტი არ ყოფილა, მაგრამ მან შეკრიბა იმ მთავრობების ხელმძღვანელები, რომლებიც ალიანსის ევროპულ ბირთვს წარმოადგენენ და განიხილეს, როგორ ემოქმედათ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი შეწყვეტდა. ზოგიერთ მონაწილესთან თავის სანდოდ იგრძნო, იმ ღამეს თერაპიის სესიად მოიხსენიეს. ასეთი დიდი იყო დაგროვილი დაძაბულობა. ემანუელ მაკრონმა საუბრის ყველაზე რთული ნაწილი გახსნა. რეპორტაჟის მიერ გამოკითხული მონაწილეების თქმით, ფრანგმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპას ზღვარი უნდა დაესვა და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იყო. შეფასება იყო, რომ შეერთებულ შტატებზე სამხედრო, ეკონომიკური და ტექნოლოგიური დამოკიდებულება უსაფრთხოების რისკად იქცა. ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიდევ უფრო აგრესიული იყო და გააფრთხილა, რომ ევროპა შეიძლება ვაშინგტონის უბედურ მონად იქცეს. ჯორჯია მელონი არ დაეთანხმა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა იდაულა, რომ ტრამპის დარწმუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია და რომ შეერთებულ შტატებთან გაწყვეტა შეცდომა იქნებოდა.
მელონის რეაქცია მაჩვენა, რომ ბლოკი ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთიანი არ იყო. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ეს საუბარი შედგა, უნდობლობის მასშტაბს აჩვენებს. სინამდვილეში ვფიქრობ, რომ ის კარგი ადამიანია. კარგი საუბარი მქონდა, ჩვენ ცუდი ურთიერთობა მქონდა, ცოტა გაუარესდა, რადგან მან უარი თქვა დახმარებაზე. კიდევ ერთხელ მე ძალიან არ დავძალე მას, მაგრამ მან უარი თქვა ჰორმუზის სრუტესთან, ან შეიძლება ითქვას უბრალოდ ირანთან ჩართვაზე. მან უარი თქვა ჩართვაზე. ეს ურთიერთობას დაძაბა, მაგრამ მაინც მომწონს ის. გონია რომ კარგი ადამიანია, მაგრამ შეცდომა დაუშვა. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გონია ეს მნიშვნელოვანი საქმეა. მაგრამ ის უბრალოდ ჩვენ გვერდით არ იყო და ეს არ მომეწონა. შეგიძლიათ არ მოიდგინოთ, რომ ეს არ მომეწონა. გრენლანდია ყველაზე სახიფათო გამომწვევი ფაქტორი იყო. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაიცვა ამერიკის კონტროლი დანიასთან დაკავშირებულ ავტონომიურ ტერიტორიაზე და ზეწოლა გაამართლა რუსეთისა და ჩინეთის მზარდი ყოფნით არქტიკაში. კოპენჰაგენისთვის ეს მუხარა პირდაპირ შეეხო დანიის სუვერენიტეტს. ევროპის მთავრობებისთვის რისკი კიდევ უფრო დიდი იყო. ნატოს წევრმა დაიწყო განხილვა იმ ტერიტორიის კონტროლზე, რომელიც სხვა მოკავშირეს ეკუთვნის. ფრანგული ჯარები იანვრის კრიზისის დროს დანიურ ძალებთან ერთად გრენლანდიაში ჩავიდნენ. შემდეგ მარკ რუტემ სცადა ეს დაპირისპირება გადაექცია ერთობლივ უსაფრთხოების გეგმად არქტიკაზე. ინვესტიციებსა და სამხედრო ყოფნაზე მოლაპარაკებები ვაშინგტონს, გრენლანდიასა და დანიას შორის გრძელდება. ანკარის სამიტმა აჩვენა, როგორ მუშაობს ეს დაძაბულობა კამერების წინ. დონალდ ტრამპი მივიდა და მოკავშირეებზე თავდასხმით დაიწყო. მან გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი და იტალია, რადგან ისინი მისთვის სასურველი ფორმით არ უჭერდნენ მხარს ოპერაციებს ირანის წინააღმდეგ. ესპანეთი კი საშინელ პარტნიორად მოიხსენია. მან უბრძანა მადრიდთან ვაჭრობის შეწყვეტა და კვლავ დაემუქრა ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანით. რამდენიმე საათის შემდეგ ის დახურულ შეხვედრაზე შევიდა 32 ლიდერთან ერთად და ტონი შეცვალა. მან აღარ გაიმეორა მუხარები ესპანეთის მიმართ და არც გრენლანდიაზე დაჟინებით ისაუბრა. გასვლისას მან სიყვარულზე, პატივისცემასა და ერთობაზე ისაუბრა. ყველანი შესანიშნავები იყვნენ, გულწრფელად. იცით რატო? იმიტომ რომ ისინი ისევ პატივსცემენ ჩვენს ქვეყანას. ადრე ჩვენზე იცინოდნენ, ფიქრობდნენ რომ სულელების გუნდი ვიყავით. ხედავდნენ პრეზიდენტს, რომელიც ვერც ლაპარაკობდა და ვერც დადიოდა. ეს კატასტროფა იყო. მათ დაკარდეს ჩვენ დამი პატივისცემა, მაგრამ ეხლა ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად სცემენ პატივს, ვიდრე ოდესმე. დიპლომატებმა როიტერს უთხრეს, რომ მოკავშირეების სტრატეგია იყო ტრამპის ქება, მასზე სამხედრო ხარჯების ზრდის დამსახურების მიწერა და მწვავე დაპირისპირების თავიდან აცილება, რაც სამით საფრთხეს შეუქმნიდა. მარკ რუტემ კრიზისის მთავარი დამკავებლის როლი ითვირთა. გენერალურმა მდივანმა ტრამპს უთხრა, რომ მამან ნატო შეცვალა, როცა ევროპელებს მეტი თავდაცვითი ხარჯებისკენ უბიძგა. მან ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ 32 ლიდერს შორის უზარმაზარი ერთიანობა დაინახა. როდესაც დანიელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ჩუმად ყოფნა გრენლანდიისა და ესპანეთის მიმართ მუხარების წინაშე მის თვითპატივისცემას აზიანებდა თუ არა, რუტემ კვლავ ტრამპი შეაქო და არქტიკაში ერთობლივი მუშაობა დაიცვა. რასმუს ტუემოს, დანიური საინფორმაციო სააგენტოდან. დიახ, დანიური საინფორმაციო სააგენტოდან. რიცალ. მარკ, შენ ტრამპთან ერთად იყავი იმ მომენტებში, როცა ის გრენლანდიის ხიდვაზე მოკავშირეებზე თავდასხმასა და სავაჭრო ომების დაწყებაზე საუბრობდა, ის რაღაცები, რასაც ძველი მარკ რუტე არ დაამტკიცებდა. ეს შენს თავმოყარეობაზე მოქმედებს თუ არა, როცა მის გვერდით ზიხარ და არაფერს ამბობ. იცი, რასაც ყოველთვის ვაკეთებ არის ის, რომ ვაღიარებ, როცა შექება დამსახურებულია. და ვფიქრობ, რომ უნდა შევაქოთ დონალდ ტრამპი იმ ფაქტისთვის, რომ ნატო ახლა ბევრად უფრო ძლიერია. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია რუსულ საფრთხესთან, უკრაინაში ომთან, მაგრამ ასევე ძალიან ბევრია დაკავშირებული პრეზიდენტ ტრამპთან. ეხლა ის ახორციელებს იმას, რასაც აიზენჰაუერის დროიდან შეერთებული შტატები ცდილობდა მიეღწია. გაეთანაბრებინა ხარჯები აშშ-სა და ევროპას შორის. და ეს ევროპას უფრო ძლიერს ხდის, ევროპას უფრო მნიშვნელოვან პარტნიორად აქცევს შეერთებული შტატებისთვის, ასე რომ ეს სამიტის გარდამქმნელი ხასიათია. არჩევანი აშკარად გამოიკვეთა. თავიდან აიცილონ პირდაპირ დაპირისპირება ვაშინგტონთან, შეიდარჩუნონ შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნა და მიაწოდონ შედეგები, რომლებსაც ტრამპი გამარჯვებად წარმოაჩენს. ციფრებმა რუტეს პრეზიდენტის დამშვიდებაში დახმარება გაუწია. ნატომ განაცხადა, რომ მოკავშირეები უკვე მიუახლოვდნენ თავიანთი ეკონომიკების 4%-ის ინვესტირებას თავდაცვაში, 2035 წლისთვის 5%-იანი მიზნის ფარგლებში. სამიტმა ერთ დღეში 50 მილიარდ დოლარზე მეტი ახალი სამხედრო შესყიდვები გამოაცხადა. დონალდ ტრამპის აზრით ეს პროგრესი ადასტურებს, რომ მისმა ზეწოლამ შედეგი გამოიღო.
ევროპისთვის ხარჯების ზრდა ასევე მოქმედებს როგორც დაზღვევა ამერიკის შესაძლო მომავალ გამოყვანაზე. ყოველი ახალი კონტრაქტი აძლიერებს ალიანსს დღეს და ნელ-ნელა ამცირებს იმ დამოკიდებულებას, რომელმაც ლიდერები ბრიუსელში დახურულ საუბარზე მიიყვანა. ესპანეთი ამ მეთოდის ყველაზე ნათელი მაგალითი გახდა. პედრო სანჩესმა სცადა კონფლიქტის შემცირება და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან მეგობრული საუბარი ჰქონდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დახურულ შეხვედრაზე ტონი შეარბილა, მაგრამ სამხედრო ხარჯებზე ზეწოლა არ მოუხსნია. ამ ეპიზოდმა მოკავშირეები გააფრთხილა, რადგან აჩვენა, რომ ბიუჯეტზე დისკუსია რამდენიმე წუთში სავაჭრო მუქარად შეიძლება გადაიქცეს. ასევე აჩვენა, რომ ტრამპისადმი გაკეთებული ქება ნდობას არ ნიშნავს. ეს ქება ინსტრუმენტად გამოიყენება, რათა ალიანსის წინააღმდეგ უნდა უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები არ იქნას მიღებული. შემდეგი ეტაპი უკვე დაგეგმილია. ნატო თავის შემდეგ 3 ალბანეთში ჩაატარებს, იმ დროს როცა Arctic Century-ის გეგმა წინ მიიწევს და გრენლანდიაზე მოლაპარაკებები გრძელდება. ევროპა ზრდის სამხედრო წარმოებას და ეძებს გზებს, რათა ვაშინგტონზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული ისე, რომ შეერთებული შტატების დაუყოვნებელი გასვლა არ გამოიწვიოს. ეხლა მთავარი გამოცდა იქნება იმის თავიდან აცილება, რომ გრენლანდიაზე დაპირისპირებამ და ირანის საფრთხემ ახალი კრიზისი არ გამოიწვიოს ამ შეხვედრამდე. თუ დონალდ ტრამპი კვლავ გამოიყენებს ჯარსა და ვაჭრობას როგორც პირდაპირ ზეწოლის საშუალებას, ბრიუსელში დახურული საუბარი შეიძლება პრაქტიკულ გზამკვლევად იქცეს, ევროპული ავტონომიის უფრო სწრაფად მისაღწევად. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხალი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.